Rad xar? კლინიკის დაფუძნებას სანამ გადავწყვეტით, მას წინ ხანგრძლივი პროცესი უძღოდა. დამოუკიდებელ საქმიანობაში ვარ უკვე 30 წელზე მეტია და ვიდრე კლინიკას გავხსნიდით, მანამდე ძალიან ბევრ კარგ კლინიკაში ვმუშაობდი, დამოუკიდებელ საქმიანობასაც ვეწეოდი, გუნდთან ერთადაც ვეწეოდი, მაგრამ რაღაც ყოველთვის რაღაც აკლდა ამ ჩემს საქმიანობას და ყოველთვის ფიქრობდი, რომ რაღაც მეტის შეთავაზება შეგვეძლო ჩვენი პაციენტებისთვის და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ კი ვერ ვცვლი გარემოს, ან უნდა შეეგუო, ან უნდა წახვიდე და აქედან გამომდინარე, რადგან ვერ შევცვალე, რადგან ვერ შევეგუე ამას, გადავწყვეტეთ, რომ წამოსულიყავით და ჩვენთვის ცალკე შეგვექნა პრიმერო, რომელსაც ადრე გალაქტიონ მახვილაძის იმპლანტოლოგიის ცენტრი ერქვა და გადავწყვეტეთ, რომ დაგვეწყო არა ბიზნესი, რომელიც ექიმებას იქნებოდა მორგებული, არამედ ჯერ გვეექიმა და ამაზე აგვეშენებინა შემდგომ ეს ყველაფერი. ჩვენთვის კლინიკისთვის მთავარი ღირებულება ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, მისი ნდობა, მისი უსაფრთხოება, მისი კომფორტი. თანამედროვე სტომატოლოგია ის არ არის, რაც ბევრი წლების წინ იყო, ჩვენ როგორც გვახსოვს სტომატოლოგია ერთი პროფესიის, ერთი ადამიანი. დღეს ძალიან ბევრი პროფესიები ერთიანდება ვიწრო სპეციალობები სტომატოლოგიაში, რომელსაც თავისი სხვადასხვა მიმდინარეობები აქვს ყველას. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს შეიკრიბოს გუნდი, მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელსაც ადრე მხოლოდ სტომატოლოგს ეძახდნენ, მაგრამ დღეს უკვე ბევრი ადამიანების, ბევრი პროფესიის ერთიანობაა. 2010 წელს მე და ჩემი მეუღლე მოვხვდით იტალიაში ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში, სადაც ასევე მიდიოდა ლაივ ოპერაციები და გამჭვირვალე კედლის ერთ მხარეს მუშაობდა ექიმი თავის პაციენტთან ერთად, მეორე მხარეს კი ჩვენ მსმენელები ვისხედით და ვისმენდით ამ კომენტარებს, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო რაღაც მეთოდი, რომელზეც ვესწრებოდით და როგორ უნდა გაგვევითარებინა ეს მეთოდი და ძალიან მომეწონა ეს კონცეფცია. ძალიან მომეწონა, ვინაიდან რაც ყველაზე დიდი დეფიციტად მიმაჩნდა და რაც ყველაფერზე უფრო მეტად პრობლემურად მიმაჩნდა, ეს იყო საფუძვლიანი განათლება და ამ განათლებაზე მერე აშენებული პროფესიული საქმიანობა. შესაბამისად, თავიდან ამ ტერიტორიაზე გადაწყვეტილება იქნა ასეთი მიღებული, რომ ყოფილიყო რაღაც სასწავლო ცენტრი და რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვატარებდით შეხვედრებს აი ამ ტერიტორიაზე, სადაც იყო ლაივ საოპერაციო, სადაც იყო მოსასმენი დარბაზი და 30-32 მსმენელი მუდმივად იჯდა და შეეძლო თვალყური ედევნებინა ერთდროულად მიმდინარე პროცესით და მოვესმინა კომენტარები თუ როგორ უნდა დაგვეხვეწა. პრიმერო დაიწყო ჩემთვის მეგობრობიდან. მეგობრობა გადაიზარდა საქმეში და გადავწყვიტეთ, რომ სასწავლო ცენტრის ნაცვლად უკვე კლინიკური საქმიანობა უფრო მეტად გაგვეფართოვებინა და ამისთვის უფრო გაცილებით მეტი დრო და ადგილი დაგვეთმო. კლინიკის ფუნქციონირებისთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ხარისხის კონტროლი ხორციელდება ყველა ეტაპზე, ეს არის დიაგნოსტიკიდან მკურნალობის გეგმამდე, მკურნალობის პროცესში, სტერილიზაციის სტანდარტებიდან პაციენტთან კომუნიკაციამდე. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნო, რომ ხარისხის კონტროლი კლინიკაში არ უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ. ის უნდა იყოს მთლიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი. როცა უკვე კლინიკური საქმიანობის გაფართოებაზე გადავედით, უკვე მტკიცედ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ კონცეფციურად ჩვენი მკურნალობა არ ყოფილიყო რაღაც ხანმოკლე შედეგებზე გათვლილი და ეს არ ყოფილიყო მხოლოდ რაღაცა ვიწრო ჭრილში დანახული. შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ყოველთვის ითხოვს განათლების ძალიან მაღალ მაჩვენებელს და ასევე მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაციას და მუდმივად ამ საკითხზე ზრუნვას, დროის დათმობას, მუდმივ მოძრაობას. მუდმივი ზრუნვა ჩვენი პროფესიისთვის, ასევე ზრუნვა იმაზე, რომ უნდა განვითარდეთ, განათლება მეტი მივიღოთ, საშუალებას გვაძლევს, რომ ხანგრძლივ შედეგებზე ორიენტირებული მკურნალობის პროცესები განვახორციელოთ.
იმდენად სწრაფად ვითარდება დღეს სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიები, რომ ჩვენ ვცდილობთ კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მუდმივად კონდეს ფეხშეწყობილი ამ განვითარებასთან. აგრეთვე ადამიანური რესურსიც ყველანაირად ვახდენთ მოტივაცია ჩვენი თანამშრომლებისას და ვდებთ ამაში ჩვენს რესურსს, რომ ისინი განვითარდნენ და წინ წავიდეს ჩვენი კლინიკური საქმიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში კომუნიკაცია. ამ გუნდში აუცილებლად გადანაწილებული არის თითოეული პროფესიონალის ფუნქცია, პასუხისმგებლობა. ამიტომ პირველივე კონსულტაციის ეტაპიდან იკრიბება სწორედ ის გუნდი, რომელმაც უნდა შეასრულოს შესაბამისი მკურნალობა. პრიმეროში ყველაზე მთავარი ღირებულება ეს არის ადამიანი და ადამიანებს შორის ურთიერთობა. ეს ეხება როგორც თანამშრომლებს და გუნდს, ასევე რა თქმა უნდა პაციენტებს. ნდობა ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ნდობა მოიპოვება არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, ექიმის პროფესიონალიზმით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია უნარჩვევები. ეს უნარჩვევები უნდა იგრძნოს პაციენტმა, ანუ უნდა იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ, მას უსმენენ და ექიმი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მისი ინტერესებისთვის არის საუკეთესო. ისევე როგორც ნებისმიერ სამედიცინო საკითხში, ისევე სტომატოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია დაისვა სწორი დიაგნოზი, იმიტომ რომ სწორი დიაგნოზის გარეშე შესაბამისად მკურნალობაც ვერ იქნება სწორი. თუმცა ისმის კითხვა ხანდახან რატომ უნდა მოვიდნენ პრიმეროში. პრიმეროში ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ადამიანებს ვექცევით ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ პრიმეროს შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი ჩვენ სპეციალობაში მულტიდისციპლინარული ვიწრო სპეციალიზაციის მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომელი, რომელიც სართული იქნება აუცილებლად თქვენს მკურნალობაში, აუცილებლად მონაწილეობას მიიღებს პირველივე ეტაპიდან, აუცილებლად გადაინაწილებს თავის ფუნქციას, მოვალეობას და პასუხისმგებლობას მკურნალობის ბოლომდე. პრიმერო ეს არის გუნდი, რომელიც სუნთქავს ერთ ჰაერს, რომელიც მიდის ერთი მიზნისაკენ. ჩვენ გვაქვს საქმე ურთულეს საღეჭ აპარატთან, ურთულეს ფუნქციასთან, ურთულეს ესთეტიკასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი აქედან გადიოდეს არა მარტო კარგი მკურნალობის შედეგით, არამედ სიმშვიდის შეგრძნებით. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პრიმერო.